ამის გარშემო მინდა რომ დავიწყოთ ლაპარაკი, მე უყურებ ოპოზიციის სასოწარკვეთას. მაგალითად, გუშინ სხვადასხვა პროცესი გაიმართა სხვადასხვა სასამართლოში, დიდად თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო ეს პროცესები და ვიღაცამ მანდატურს ხელი გაარტყა შეურაცხადმა ადამიანმა, ვიღაცამ ყვირილი დაიწყო და სახელმწიფო მიმოქმედა როგორც სახელმწიფო შეეფერება ისე. და სასოწარკვეთილად ყვირიან ოპო მაიმუნები, ოპო აქტივისტები და ოპო ჟურნალისტები, რომ ყველანი ან ქუჩაში გამოვარდეთ, ან ესე აღარ შეიძლება ცხოვრება და საერთოდ ვერ გაუგიათ თუ რატო არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. აი მაგალითად მათ ჰქონდათ მხარდაჭერა რაღაც გარკვეული აქციების დროს, მათ ჰქონდათ მხარდაჭერა არჩევნების დროს, საპარლამენტო არჩევნების დროს და მიიღეს ბევრი ხმები და ვერ გაუგიათ სად არის ეს ხალხი. და მინდა ამ დებილებს აუხსნა რა, რაც სინამდვილეში ძალიან რთულია და ალბათ შეუძლებელია, მაგრამ რაღაცნაირად იქნებ გადასცეთ, იქნებ ნათესაობაში ყავთ ვინმე შერაცხადი და იმას მიმართავ, რომ მე თქვენ აგიხსნან. არის ომი უკრაინაში, რუსეთში, არის ომი ისრაელში, არის ომი ირანში. ისრაელი ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, როგორც უკრაინა და რუსეთი. საქართველოში არ მეგულება თითქმის არც ერთი ოჯახი, რომელსაც ან წევრი ან ახლობელი არ ყავს ამ ქვეყნებში. და ისინი ხო რეკავენ და ხომ ეუბნებიან ვითარებას რაც ხდება. საქართველოში სამართლიანად ქართულ მოსახლეობას აქვს შიში ომის დაწყების. იდიოტები არა ვართ ჩვენ, როგორც თქვენ ხართ. და ჩემს გარშემო უბრალო ხალხს რომ ვკითხოთ, ძალიან აშფოთებთ ეგ სიტუაცია. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ცნობილია, რომ ხალხი ეძებს ხარდაჭერას, ეძებს ეკლესიაში, ავტორიტეტებთან და რა თქმა უნდა სახელმწიფოში. რომ ეძებს სიტყვას, რომ ისინი იქნებიან დაცულები. საქართველოში სახელმწიფოს დაცვას, იმიტომ ითხოვენ და იმიტომ არიან კმაყოფილები, რომ ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ომის ასაცილებლად. ეს ობიექტურად ასია და იმასაც უყურებენ, რომ ოპოზიცია ამის გამო ლანძღავს სახელმწიფოს და ოპოზიცია ყვირდება ცეცხლის წვიმებს. არეულობას. როცა ადამიანი უყურებს, რომ სახლში რაღაც არეულობა და ვიღაცეები დარბიან ნავთით სავსე კანისტრი და ეს ნავთით სავსე კანისტრი მისცეს იმათ, ვინც გააჩაღა ცეცხლი გარშემო. არ მოსწონთ ეს ოპოზიციონერები. შეიძლება 1 წლის წინ, შეიძლება 2 წლის წინ გარკვეული სიმპათიაც ჰქონდათ, მაგრამ ეხლა თვითგადარჩენის ინსტინქტი მათ უბიძგებს, რომ არ დაუჭირო მხარი ამ ქმედებებს. ეს არის 2x2. აი ეს ნებისმიერ იდიოტს ესმის. აქ საქმე არა ქართული ოცნების მომხრეებშია, არა ეგრეთ წოდებულ რეპრესიებში, ეგ რა სისულელია. არ არის ასე. არის ობიექტური სიმართლე, სინამდვილე მასების ფსიქოლოგია, ვინც ოდნავ მაინც იცის ამაში დამეთანხმება. ხო და მე რიტორიკულ შეკითხვას ვიძლია, რომ ასეთ როგორ გამოდებილდნენ. ერთი სიტყვა არ უთქვიათ ომის საშიშროებაზე, რომ არ იქნება ეს ომის საშიშროება, რომ რაღაცნაირად ვეცდებით, რომ არ შეეხოს ჩვენი მმართველობის დროს საქართველოს ეს საფრთხე. არა, მაინც ნატოს იძახიან, რომელშიც აღარ გვებულობენ მეგობრებო, ოფიციალურად უკვე. მაინც იძახიან რაღაც მილიტარისტულ ლოზუნგებს ისვრიან და მაინც რაღაცას აკეთებენ იმას, რაც პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ ეზიზღებოდეს ქართულ ხალხს და ამიტომ არ აქვს ხარდაჭერა.